კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. დღევანდელ ჩვენს სემინარზე განვიხილავთ პროტოტიპებს და რეკურსიას, რომელიც იყო ჩვენი წინა თეორიული ლექციის მასალა. უცბად რომ გავიხსენოთ, დავიწყოთ ჯერ მოდი პროტოტიპებით და ბოლოს გქონდეს ერთი რეკურსიის დავალებაც. ანუ პროტოტიპი არის რაღაც ჩანახატი რამე კონკრეტულის. მაგალითად, ბაჭის მაგალითი რო გქონდა თეორიულზე, სამ ბაჭიას დავხატავთ, ჯობია რომ ისი მოყვანილობა რაღაცა ზომები მოვხატოთ, ჩანახატი გავაკეთოთ, საწყის საფუძველი და მერე გავაგრძელოთ კონკრეტული დეტალების ხატვა. ამ ჩანახატიდან შეიძლება მივიღოთ ძალიან ბევრი სახის ბაჭია, ბევრი სახის ნახატი, მაგრამ მათი ჩანახატი მაინც ერთი და იგივე იქნება. და მასივებს ან ობიექტებს რომ აქვს რაღაც მეთოდები, push მაგალითად ან hazo property, იმიტომ აქვს მაგ კონკრეტულ მასივებს და ობიექტებს პროტოტიპი, რომ კი არა, იმიტომ აქვს მაგ კონკრეტულ ობიექტებს და მასივებს ეგ მეთოდები, რომ მის პროტოტიპსაც გააჩნია. ანუ თუ რაღაცა არის ჩანახატში საფუძველში შენახული რაღაცა property, ან რაღაცა მეთოდი, თუ მასზე დაყრდნობით შევქმნით რაიმე კონკრეტულ მნიშვნელობას, მასაც გადაყვება ეს მეთოდი, ასე ვთქვათ, მემკვიდრეობითობით. და დავიწყოთ მოდი პირველი ამოცანის შესრულება. დიდი ამოცანა რამდენიმე ნაწილად იყოფა და ჩვენ ცოტა ხანი შევჭირდებით ერთ ნაწილზე, მე ცოტა ხანი მეორეზე, ანუ დავყოფთ რა მაინც საბოლოო ჯამში. შექმნით პროდუქტის პროტოტიპი, რომელსაც ექნება მეთოდი პროდუქტის ფასის საჩვენებლად. ანუ პროდუქტის პროტოტიპს ვქმნით, პროტოტიპი არის ჩვეულებრივი ობიექტი, რომელზეც დაყრდნობით ეს მე სხვა ობიექტებს ვქმნით. და ამ პროდუქტის პროტოტიპს უნდა ქონდეს მეთოდი, რომელიც აჩვენებს პროდუქტის ფასს. პროტოტიპზე დაყრდნობით შექმნით რამდენიმე პროდუქტის ობიექტი, რომელთაც ექნებათ სახელისა და ფასის პროპერტები. შექმნით კალათის პროტოტიპი, რომელზეც დაყრდნობითაც შეიქმნება კალათის ობიექტები, ანუ ეხლა უკვე მეორე პროტოტიპიც გვაქვს კალათის. კალათის ობიექტში უნდა გქონდეს მასივი, სადაც შეგვეძლება პროდუქტის ობიექტების დამატება. პროტოტიპში უნდა იყოს მეთოდი, რომელიც დაამატებს მასივში ახალ პროდუქტებს და მეთოდი, რომელიც დაითვლის კალათაში არსებული ყველა პროდუქტის ჯამურ ფასს. რაღაც საიზერ შევდივართ და რაღაცას ვყიდულობთ. სამ ვიყიდით მაგას ხო ქარტში, ანუ კალათაში ვამატებთ. და მე checkout-ზე გავდივართ და ვიხდით ფულს, ჩათვალეთ მაგის რაღაცა მარტივი ვერსია უნდა ავაწყოთ ახლა JavaScript-ის პროგრამის სახით. მოდი ჯერ პირველი ნაწილი დავიწყოთ. შექმნით პროდუქტის პროტოტიპი, რომელსაც ექნება მეთოდი პროდუქტის ფასის საჩვენებლად. ანუ გვაქვს პროტოტიპი, რომელსაც ჯერჯერობით მარტო ერთი მეთოდი აქვს და ეს ერთი მეთოდი რას აკეთებს? აბრუნებს პროდუქტის ფასს. მეც არაფერს. ანუ მექნება product proto დავარქვათ, სადაც იქნება მეთოდი. მოდი ამ მეთოდს დავარქვათ getPrice მეთოდი. და getPrice მეთოდში უნდა ბრუნდებოდეს პროდუქტის ფასი. ანუ მაგალითად, მე რო შევქმნი ახალ ობიექტს ამ პროტოტიპზე დაყრდნობით, მაგას როგორ გავაკეთებთ? როგორ და მაგალითად product 1 უდრის object წერტილი create, ანუ ვქმნით ობიექტს product proto-ზე დაყრდნობით. რადგანაც პროტოტიპს აქვს ეს მეთოდი, შესაბამისად ამ product 1-საც გადაყვება. იმიტომ რომ მას დაყრდნობითაა შექმნილი. ანუ მე შემეძლება რომ product 1-ზე გამოვიძახო getPrice მეთოდი და რასაც დამებრუნებს, ეგ ჩავსვა console log-ში. და ამ დროს უნდა გამომივიდეს პროდუქტის ფასი. ახლა ეს პროდუქტის ფასი სად არის? მე რო გავაგრძელო წერია, რომ პროტოტიპზე დაყრდნობით შექმნით რამდენიმე პროდუქტის ობიექტი, ნუ ერთი უკვე შევქმნით, რომელთაც ექნებათ სახელისა და ფასის პროპერტები. ანუ ამას თავის სახელიც აქვს და თავის ფასიც აქვს. ანუ product 1.name იქნება, მოდი უბრალოდ product 1 დავარქვათ. და product 1-ის ფასი, ანუ price property იქნება მაგალითად 10. ანუ მე რო დავაკონსოლო ახლა product 1 გამოვიტანს name product 1 და price at properties.
ამაზე ერორი არ დამერტყ, ანუ product erts get price-ი აქვს. განმაგიტო დაიმბრუნა undefined რო არ აქვს. არა, უბრალოდ ეს get price-ი არაფერს არ აბრუნებს, როცა ფუნქცია არაფერს არ აბრუნებს, default-ად return-დება undefined. Okay? ანუ get price-ი აქვს ამასაც უბრალოდ აქ არჩენს, იმიტომ რომ პროტოტიპში ინახება იქ. ბრაუზერში რო გამიხსნა ბრაუზერ კონსოლში, რო ჩამოგვეშალა პროტოტიპის გრაფა, მან გამოჩნდებოდა მაინც. აი ეს მეთოდი. და get price უნდა დააბრუნოს აი product ertis ფასი. ანუ იდეაში თითქოს მარტივი აქ დავწერთ return product ertis price რო რამე. და კი იმუშავებს. ანუ ეს აბრუნებს product ertis ფასს. მაგრამ მე რო შევქმნა ახლა მეორე პროდუქტი, იგივენაირად. ნახეთ მე პირველს და მეორეს ვქნი get price-ს გაწერა 2-ჯერ და 10-ჯერ და 100-ჯერ აღარ მიწევს, იმიტომ რომ ერთხელ მიწერია პროტოტიპის ჩანახატში. და მე ეს მაგას დაყნობით ვადებ ახალ პროდუქტებს. ანუ ეს საერთოა ყველასთვის, ამიტომ 10-ჯერ და 100-ჯერ არ ვქნი. რამდენჯერ ეს ობიექტს ვქნიდი რა. ერთხელ მიწერია და მაგას დაყნობით რო ვქნი, მე ყველაფერი გამოყოფა. ანუ შევქმნათ მეორე ობიექტი, ასევე product პროტოს დაყნობით და მეორე სახელი იყოს, მოდი, უბრალოდ product 2 და მისი ფასი იყოს 20. და წესით და რიგით ახლა რომ მე გამოვიძახებ product 2-ზე get price მეთოდს, უნდა გამოიტანოს 20-იანი, იმიტომ რომ product 2-ის ფასი არის 20. მაგასაც გაჩვენებთ რომ 20-ია. მაინც 10 გამოიტანა. აუ, ბოდიშით აქ price-ი უნდა იყოს 20. ანუ მეორე პროდუქტი არის name product 2, price 20 და ფასი რო გამოვიტანე get price მეთოდი რო გამოიტანა 10-იანი. ეს რატომ მოხდა? მოხდა იმიტომ, რომ მე get price მეთოდში მიწერია დავაბრუნოთ product 1-ის ფასი, გაფიქსვლოთ. და აქ იდეაში განასახელით უნდა მიმართავდე რომელიმე ობიექტს, იმიტომ რომ მე ხო არ ვიცი რომელ ობიექტს შევქმნი. ანუ პროტოტიპი იქნება, ჩათვალე პროტოტიპი სულ არსებობს და რაღაც ობიექტი შეიქმნა პროტოტიპის შექმნის მერე. ანუ პროტოტიპში რომ მეწერება რაღაცა მეთოდი, მე არ ვიცი მომავალში შექმნილ ობიექტს რას დავარქმევ. შეიძლება რაღაცა 1 წლის მერე შექმნა ობიექტი და ხო არ ვიცი რას დავარქმევ, ხო? წინასწარ არ ვიცი. ამიტომ აქ მე განასახელით უნდა მიმართო რომელიმე ერთ ობიექტს. ყველას უნდა მიმართავდეს როგორღაც უნივერსალური ხერხი უნდა მქონდეს. და ეგ არის თითის გაშვერა. ანუ this-ი. ეხლა უკვე this keyword-ი მიმართავს იმ ობიექტს, რომელსაც აი ეს get price მეთოდი ეკუთვნის. მე რო product 1-ზე გამოვიზაღე get price-ი, ამ მომენტში get price-ი არის product 1-ში, ნუ მის პროტოტიპში ამასაც ეკუთვნის და მე რო აქ გამოვიზაღე get price-ი, this-ი მიმართავს product 2-ს უკვე. და ამოიღებს product 2-ის price. პირველ შემთხვევაში ამოიღებდა product 1-ის price. ახლა უკვე ფასი არის 10 და მე 20. და ესა ერთი პატარა პრობლემის ამონახსნე. ყველაფერზე ერთიან არ ვფიქრობ რა. ცალ-ცალკე ვფიქრობ. მე რა ხდება? შექმნით კალათის პროტოტიპი, რომელზე დაყრდნობითად შეიქმნება კალათის ობიექტები. მოდი მესამე პროდუქტს შევქმნი ბარემ. product 3 იქნება object create ისევ product პროტოს დაყრდნობით ვქნით. ანუ get price გადმოყვება ასევე. product 3-ის სახელი იყოს უბრალოდ product 3, რო რაღაცა არ დავხარჯოთ დრო პროდუქტის მოგონებაში, მაგრამ მარტივ პროდუქტები შეიძლება რაღაც ვაშლი, მსხალი, ბანანი ეგეთები შეიძლებოდა რა. და price იყოს 30. მოდი უბრალოდ დავკონსოლოთ მთლიანი ობიექტი და get price მეთოდის მიერ დაბრუნებული ნიშნულობაც. console log product 3 get price. გამოვიდა ეს ობიექტი product 3 არის name-ი, 30 არის price-ი და 30 გამოვიდა get price-მა. იმიტომ რომ this keyword-მა ახლა უკვე მიმართა product 3-ს. იმიტომ რომ ეს get price ეკუთვნის ამას. ეს get price ეკუთვნოდა ამას. მაგაზე ვიძახებ. რა ობიექტს გამოვიძახებ, this-ი მაგაზე გაეშვერს თითს. და ახლა უნდა შევქმნათ ჩვენ კარტის პროტოტიპი, ანუ კალათის პროტოტიპი. cart პროტო დავარქვათ, ასევე ობიექტი იქნება და აქ რა ვშვებით.
შეიქმნეთ კალათის პროტოტიპი, რომელზეც დაყრდნობითად შეიქმნება კალათის ობიექტები. ოკეი. ანუ რამდენიმე კალათის ობიექტი მოქვს ისევ. ანუ const cart1 უდრის object წერტილი create, ქმნით objects cart პროტოზე დაყრდნობით. მე შევქმნით მეორე cart-ს, მოდი ორი cart-ი გქონდეს. cart 2 უდრის object წერტილი create, ისევ cart პროტოზე დაყრდნობით. ჯერ არაფერი გვიწერია, მაგრამ ჩავწერთ, იმიტომ რომ ახლა მოდის მაგის პირობა. კალათის ობიექტში უნდა გქონდეს მასივი, სადაც შეგვეძლება პროდუქტის ობიექტების დამატება. ანუ კალათას შეგვიძლია რომ ბევრი პროდუქტი ჩავალაგოთ. ანუ რაღაცა სტრუქტურაში ნახება ეგ პროდუქტების ობიექტები. რაში ინახება მასივში, ხო? ანუ მე შემიძლია რომ მქონდეს ორი ვარიანტი. როცა შექმნი cart 1-ს და cart 2-ს, აი ამ პროტოტიპზე დაყრდნობით, მე ხილით გავუწერო რომ მოდი აი cart 1-ის cart-ი იყოს სარიელი მასივი. ანუ კალათა იყოს სარიელი მასივი. და ასევე cart 2-ის cart-ი იყოს სარიელი მასივი. ანუ ესა ობიექტი და ესა property. მე რო დავაკონსოლო, console log cart 1 და cart 2. console log road. აი ეს. აი ესა პირველი ობიექტი, ეს მეორე. მაგრამ თავიდან ობიექტს რო ქმნი, cart-ი ყოველთვის სარიელია. და ამ სარიელი მასივია. ამიტომ მე შემიძლია გავუწერო პროტოტიპშივე. რადგანაც მე ერთხელ გავწერ, ან მე რო 1000 კალათა მქონდეს, 1000 ჯერ დავწერო ეს ხაზზე, გამეორებით. ამიტომ მე შემიძლია რომ cart-ი აქ მქონდეს და მე თუ შევქმნი ობიექტები აი ამ პროტოტიპზე დაყრდნობით, გადმოჰყვება ეგ მეთოდები. ეხლა არ ჩანს იმით რომ პროტოტიპში უწერია, მაგრამ მე შემიძლია cart 1-ზე გამოვიძე ხო cart-ის property, გამოვიძე ხო რა ჩავუწვდე cart properties და მეორესაც. ეხლა გამოვა ჯერ სარიელი მასივი, მე სარიელი მასივი. იმიტომ რომ აქვე მივაინჭე. product proto სახელია კი. აი ამ ობიექტის სახელია, რომელიც უბრალოდ ობიექტია რა და დავარქვი. შემეძლო სიტყვაზე თემო დავარქვი, მაგრამ კაი სახელი არ იქნებოდა მაგისთვის. ახლა რას გვეუბნებიან? ხო, კალათის ობიექტში უნდა გქონდეს მასივი, სადაც შეგვეძლება პროდუქტის ობიექტების დამატება. პროტოტიპში უნდა იყოს მეთოდი, რომელიც დამატებს მასივში ახალ პროდუქტებს. ეს მეორე მეთოდი ჯერ არ გვინდა. ანუ ისეთი ფუნქციონი უნდა გქონდეს, რომ როგორმე აი ამ cart 1-ის cart-ში, ანუ ამ სარიელ მასივში და ამ მეორე მასივში, ან რაღაც მე 1000 cart-ს რო შევქმნით იმის მასივშიც, დაემატოს პროდუქტები. პროდუქტები შექმნილი გვაქვს უკვე, აი product 1, product 2, product 3. მაგისთვის იგივე ლოგიკას ვიყენებთ. მე ცალსაკე კი არ უწერთ თითოეულ cart-ის ობიექტს, მაგ მეთოდს, რომ მაგალითად cart 1 წერტილი add product უდრის function რაღაცა, მე cart 2 წერტილი add product უდრის function რაღაცა, მაგას არ ვწერ. წერ პროტოტიპში, იმიტომ რომ ყველას უნდა გქონდეს, ყველა ობიექტს უნდა გქონდეს მაგის საშუალება. აქ ვწერ add product მეთოდს, რის მეშვეობითაც დავამატებთ აი ამ cart მასივში პროდუქტებს. პროდუქტი მოგვდის პარამეტრად. პროდუქტი მოგვდის პარამეტრად და აი ამ მასივში დავამატებ push მეთოდით products. ანუ this წერტილი cart წერტილი push product. this მიმართავს იმ ობიექტს, რომელზეც აი ამას გამოვიძახებ, მე თუ cart 1-ზე გამოვიძახეთ პროდუქტი, cart 1-ის cart property-ში ჩაიფუშება აი ეს ობიექტი. მე თუ cart 2-ზე გამოვიძახეთ პროდუქტი, ამას ჩაიფუშება. მოდი გავტესტოთ. cart 1-ში ჩავამატოთ add product, ჩავამატოთ პირველი პროდუქტი. და მე მოდი დავაკონსოლოთ, აი აქ მაქვს დაკონსოლებული თურმე ისედაც. ნახეთ, cart 1-ის cart-ი რო დავაკონსოლე, გამოვიდა მასივი აი ამ ობიექტით. მაგრამ მოიცოდეთ ერთი წუთით. აქ მოქვს ეგეთი რაღაცა.
რომ cart ესაა პირველი მასივი, ანუ cart 1-ის cart-ი არის ეს და ეს არის მეორე ობიექტის cart property-ის მნიშვნელობა, ანუ პირველში ჩავიდა და მეორეშიც. ეხლა ცოტა უცნაურობა, მაგრამ ეხლა ნახოთ რა მოხდა რა. პირველში რომ ჩავამატეთ, მერე შევქმენით ახალი ობიექტი cart proto-ზე დააყრდნობით. ამ დროს cart proto რო გამოვაკონსოლოთ, ნახეთ, თვითონ პროტოტიპი შეიცვალა. თვითონ პროტოტიპი შეიცვალა. ანუ მე რო ჩავამატე კარტში, შეიცვალა პროტოტიპიც და მე რო მაგ პროტოტიპის დარყდნობით ახალი კარტი შევქმენი, ჩამატებული გახადა. ანუ ეს მეორე უკვე ცარიელი უნდა იყოს. ახლა უნდა ვიწყებდეთ. მაგის თავიდან ასაცილებლად რა შეგვიძლია რომ მოვიმოქმედოთ? ფუნქციით რო გავაკეთოთ, მოდი ფუნქციით ჩავწერ, შეიძლება მაგან იმუშაოს და გავტესტოთ. მაგრამ მაინც ამ პროტოზე შევქმნით მე. მოდი გავტესტავ, მეორე ნაწილი ხო, მეორე ვარიანტი ხო, რომ ფუნქციით შევქმნათ, დავაგენეროთ ახალი ობიექტები. პროტოტიპზე დაყრდნობით. function დავარქვათ მოდი cart. დიდესოთ იმიტომ ვიწყებ რომ არის რაღაცა კონსტრუქტორი, ანუ ყალიბი. და აქ მექნება მსგავსი რამ. მაგრამ ეს იგივე გამოვა მაინც. ანუ შეიქმნება აქ ობიექტი, new cart-ი იყოს, უდრის object create, ну იგივეს ვაკეთებ აქ მაინც. შევქმნი აი ამ პროტოტიპზე დაყრდნობით და მე დავარეturn-ებ carts. ანუ ამის მერე აღარ მომიწევს ყოველჯერზე object create-ის დაწერა და როცა cart 1 შევქმნი, ამას რას ვსწავლ? დავწერე ეგეთ რაღაცას new cart. ანუ შევქმნით ახალი ობიექტი cart პროტოტიპზე დაყრდნობით და ეს cart მიბრუნებს ობიექტს. ამ პროტოტიპზე დაყრდნობილს. მე აქ new cart. რომაინც იგივეა. როგორც თქვი, იმიტომ რომ აქაც იგივეს ვაკეთებ ჩიგინდან. ანუ აქ პროტოტიპი იცვლება. ამას არ ველოდი სიმართლე გითხრათ პროტოტიპი რომ შეიცვლებოდა. კლასებით შეგვიძლია გავაკეთოთ, მაგრამ ჯერ ამ ხერხით მინდოდა. ანუ ახალ cart-ს ვქვნი და ვამატებ cart 1-ში add products. ეს this მეთოდი მიმართავს აი ამ ობიექტს და ფუშავს. ანუ როგორც ჩანს, მაშინ ესეც იცვლება რა. პროტოტიპში იცვლება. მაშინ რა შეგვიძლია გავაკეთოთ? თვითონ ფუნქციაში გავუწევთ property. ეს ხო საერთოდ გამოდის, ანუ ერთიდან თუ დაემატა, მე მეორეში დაემატებ, იმიტომ რომ თუ პროტოტიპი შეიცვალა, მაგ შეცვლილ პროტოტიპზე თუ შევქმნით რაღაც ახალი ობიექტი, შეცვლილი შიგთავსი დახვდება. ამიტომ ეგეთ რაღაცას ვიზავ. როცა შევქმნი აი აქ მე ობიექტს, cart property განა პროტოტიპში მეკნება დამატებული, არამედ თვითონ ობიექტს დავუმატებ. cart უდრის serial massive-ს. cart-ი ობიექტი, ეს cart-ი არის property-ის სახელი. ეხლა უკვე იმუშავებს. აი ეს. პირველი cart-ი არის რომ დავამატეთ პროდუქტი, add product-ით და მეორე cart-ი შეუცვლელია ჯერ. მაგრამ მე შემიძლია მეორეშიც დავამატო. ანუ cart 2 წერტილი ჩავამატოთ მოდი ჯერ მეორე პროდუქტი. push რაღაცა და add product 2. და მე ასევე cart 2-ში ჩავამატოთ მესამე პროდუქტიც. ცალკე ხაზი გამოვიტან. ნახეთ, ესაა პირველი კარტი, სადაც ერთი ობიექტია, ესაა მეორე კარტი, სადაც ორი ობიექტია.
იმიტომ რომ ორჯერ ჩავამატეთ. ნუ შეგვიძლია რომ უფრო გავამჯობესოთ და აი ჩამონათვალი გავუშვათ product 2 მძიმე product 3. აი ეს რაღაც რა შეგვეძლოს, ეგ უფრო კარგი იქნებოდა, რომ ყველა ჯერზე ახლა არ მოგვიწევს ფუნქციის გამოძახება. მაშინ ესე იგი გამოდის, რომ მე არ ვიცი რამე პროდუქტს ვამატებ ერთიანად. ამიტომ აქ უნდა მქონდეს REST ოპერატორი. products, რომ შევინახვა ეს პროდუქტები ერთ მასივში. მოდი products დავაკონსოლოთ. ნახეთ, ჯერ ჩავამატე ეს პროდუქტი, products ცვლადი ეს არის მასივი ერთი ობიექტი და მე მეორე დრო ჩავამატე cart 2-ზე. გადავეცი არგუმენტად product 2 და product 3 ერთდროულად. და მასივში შეინახა ეგ ორი ობიექტი. ანუ მე შემიძლია რომ ეხლა აი ამ cart-ში ჩავფუშო products. მაგრამ ეგ კარგი ვარიანტი არაა, იმიტომ რომ აი ეს მასივი ჩაიფუშება აი ამ მასივში. ანუ ორმაგი მასივი გამო ეგ არ გვაწყობს. ნახე ერთი დიდი მასივი, სადაც არის კიდევ ერთი მასივი. აქ რო ჩავსფრედოთ, ანუ ამოვალაგოთ ელემენტები. ეგ უფრო გვაწყობს. იმიტომ რომ ერთგანზომილებიან მასივს მივიღებთ, ეს 3 წერტილი რას ნიშნავს? 3 წერტილი product-იდან ამოვალაგებს ელემენტებს, ობიექტებს და ჩაფუშავს cart მასივში. ანუ cart-ი მივიღებთ პირველ შემთხვევაში, აი ეს ერთი მასივი ერთი ობიექტით, მე ეს ერთი მასივი ორი ობიექტით. ანუ აქ თუ მინდა ორ პროდუქტს ჩამოვწერ, თუ მინდა 3-ს, თუ მინდა 1000 პროდუქტს. აღარ მომიწევს 1000-ჯერ ერთ პროდუქტის გამოძახება. ესა კიდევ ერთი პრობლემის ამონახსნი. პროტოტიპშივე უნდა იყოს მეთოდი, რომელიც დაამატეს მასივში ახალ პროდუქტებს, გავაკეთეთ და მეთოდი, რომელიც დაითვლის კალათაში არსებული ყველა პროდუქტის ჯამურ ფასს. ოკეი. ანუ ისეთი მეთოდი გვჭირდება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა cart-ზე, ანუ გამოდის რომ პროტოტიპში ვუწევთ მაგ მეთოდს. რომ ყველა კონკრეტულ ობიექტზე გადაყვეს. და ეგ მეთოდი დაითვლის პროდუქტის ყველა პროდუქტის ჯამურ ფასს. ანუ მაგალითად, cart 2-ში რომ აქვს მე ორი პროდუქტი, ამათი ჯამური ფასი არის 50. ანუ 20 + 30. პირველი კალათის ჯამური ფასი არის 10. ანუ ეგ უნდა შემოვიღოთ რა. ანუ აქ მექნება price sum მეთოდი, რომელიც დაითვლის საბოლოო ჯამს. ანუ თავიდან sum არის 0-ის ტოლი, მერე დავლუპავთ აი ამ მასივს, რაც იქნება cart-ი, ზის წერტილი cart-ი რაც იქნება. ანუ for let product of this cart. თუ პირველ ობიექტზე გამოვიძახეთ price sum-ი, this cart-ი იქნება ეს მასივი, თუ cart 2-ზე გამოვიძახეთ price sum მეთოდი, აი ეს მასივი იქნება this cart-ი. თიც მაგითი გაიშვერს. ანუ მაგას ვუყავთ და თითოეულ ეტაპზე ვინახავთ product სლოთში პროდუქტს. ანუ თავიდან product იქნება პირველი, მერე მეორე. და ჯამს ყველა ჯერს დავუმატებთ product წერტილი price, ანუ პროდუქტის ფასს. და საბოლოო ჯამში დათვლილ ნიშნულობას დავაბრუნებთ. ანუ ახლა მე რომ დავაკონსოლო console.log cart 1 წერტილი price sum. გამოითვლის პირველ კალათაში ჩაყრილი პროდუქტების ფასის ჯამს. ანუ იქნება 10-იანი. მოდი ამებს დავაკომენტარებ, თორე ხელს გვიშლის მგონი. პირველი კარტი ავიტანოთ აი აქ, მეორე იყოს აქ. ნახეთ, პირველი კარტი არის ეს. ამაში ერთი ობიექტია price 10 და ჯამიც 10-ია, ხო რა თქმა უნდა. მაგრამ თუ მეორეზეც დავიტანე, ეგ მეთოდი console.log cart 2 წერტილი price sum. მეორემ დავუნა 50, იმიტომ რომ აქ იყო ორი ობიექტი, სადაც product-ის price-ი 20 და მერე 30. 20-30 დააჯამა და მიიღო 50 დააბრუნა.
მეორე ვარიანტი არის, რომ სიტყვაზე გამოვიყენოთ reduce მეთოდი. Reduce არის მაღალი დონის ფუნქცია, რომელიც გვეხმარება, რომ მრავალი ელემენტიანი მასივი დავიყვანოთ ერთ ელემენტამდე. ან მე თუ მაქვს რაღაცა 5 ობიექტიანი მასივი, 5 ელემენტიანი მასივი დავიყვანოთ ერთ ელემენტამდე, ანუ ჯამამდე. და ეგრევე დავარეთარნებთ. This წერტილი card მასივზე დავადებთ. წერტილი reduce და გადავაწოდებთ arrow ფუნქციას. პირველი არგუმენტი არის პარამეტრი ეს აკუმულატორი, სადაც შევინახავთ პასუხს. მეორე არის ამჟამინდელი ელემენტი, ანუ ობიექტი. მასივებში გვაქვს ობიექტები, ელემენტები. product. და აი ამ sums დავუმატებთ product-ის pass. და sums თვალით თავიდან იქნება 0-ის ტოლი. 0-ის ტოლი რო გავხადოთ, ანუ საწყის მნიშვნელობა მივენიჭოთ აკუმულატორს, ვიყენებთ მეორე არგუმენტს reduce-ში. ასე. და რაც დარეთარნდება, აი ზუსტად ეგ იქნება აკუმულატორის ახალი მნიშვნელობა. აქ ხო return-ი გულისხმობა. return-ი ვარ მეწეროს და ფიგურულ ჩხალში გქონდეს return-ი გამოტოვო, 3 არ შეიცვლება. ეს მუშაობს იგივენაირად. აი ეს. თუ იმეს reduce არ გახსოვთ, გირჩევთ რომ წინა კვირის ლექციებს უყუროთ კარგად. და ეს იყო ჩვენი მთლიანი ამოცანის ამონახსნი. თუ გინდათ ამისი რაღაცა სხვა ვარიაციაც გააკეთეთ, თუ დაგაინტერესებთ, ჯობია რომ გააკეთოთ და ივარჯიშოთ, მაგალითად, აი ბიბლიოთეკაზე რო ვიყოთ რა, გქონდეთ წიგნების პროტოტიპი, საიდანაც დააგენერებთ წიგნების ობიექტებს, ექნება რაღაც სახელი, ფასი, ავტორი და ასე შემდეგ. ასევე გქონდეთ, რავი, მაგალითად, ბიბლიოთეკის პროტოტიპი, საიდანაც დააგენერებთ რამდენიმე ბიბლიოთეკის ობიექტს. შეიძლება გქონდეს აი წიგნის ობიექტს გქონდეს სიტყვაზე რო ავტორი გითხრას, get author გითხრას. შეგვიძლია დააგენეროთ მოხმარებლების პროტოტიპები და ასევე მათი ობიექტები. შეგვიძლია დაამატოთ გასესხების და დაბრუნების ფუნქციონალი, მაგალითად რომ user შეეძლოს ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანა და დაბრუნება უკან და ეგრე რაღაცა დატათი აკონტროლოთ რა, ინფორმაციით. ეგეც საინტერესო იქნება. ეს უფრო პატარა ვერსია არ არსებობს Mac კოდის. კლასებით შეგვიძლია გააკეთო. ანუ ამას ოდნავ უფრო შეამცირებ თუ აი ამ პროდუქტებსაც შექმნი ფუნქციით. ეხლა მე object create გამოვიყენე 3-ჯერ, მაგრამ მე მეორე ვარიანტის განახეთ აქ. რომ შეგვიძლია რომ ფუნქციას გააკეთო. ესა კარტის ნაწილი. ესა პროდუქტის ნაწილი. ეგეც შეგიძლია. ასე შეგვიძლია კლასები გამოიყენო. კლასებით ოდნავ მოკლე იქნება, მაგრამ დიდად მოკლე არა მაინც. თუმცა უკეთესი სინტაქსი იქნება. ოკეი. მოდი გადავიდეთ მეორე ამოცანაზე. ამას დავაკომენტარებ. შენერ. ეს ინგლისურად მაქვს დატანილი. და თუ თქვენ რაღაც ინგლისური კარად არიცით, ჯობია translate გამოიყენოთ, რაღაცები და არ ესერჩოთ, უსმინოთ სიტყვაზე ფილმებს უყუროთ, ან რაღაც ლექციებს უყუროთ ინგლისურად, სტატიები ინგლისურად წაიკითხოთ და თან რაღაცები Google Translate-ში გაარკვევთ ხოლმე. არ აუცილებელი რეპეტიტორი ცალკე დაიქირავთ და მაგაში ცალკე დრო დახარჯოთ. უბრალოდ დროთა განმავლობაში რაღაც რამდენიმე თვეში ერთ წელიწადში მაინც გაგიჩნდებათ რა საბოლოო ჯამში. მიეჩვევით. Object prototype extension, ანუ ობიექტის პროტოტიპის გახანგრძლივება, რაღაცა გააძლიერება, რაღაც ეგეთი extension სიტყვა. Write a function that extends an object's prototype with additional methods. ანუ ფუნქციონი დავუწევთ, რომელიც ზრდის ობიექტის პროტოტიპის რაღაც დამატებით მეთოდებით. The additional method should perform specific operations on the object's properties. For example, extend the array prototype with a method called sum that calculates the sum of all elements in the array. ანუ რაღაცა massivs ან objects უნდა ამის გავს ტიპის სტრუქტურას უნდა დავუმატოთ ახალი მეთოდი, რომელიც გამოიწვევს აი მაგალითად massivში ელემენტების jumps. ანუ ამით იმის გულისხმობენ რომ მაგალითად მე რომ აქვს massivი 1 2 3 4 5 და მინდა ამ massivში რა ელემენტებიც არის ავიღო და დავაჯამო. ამას როგორ ვიზავდი? შევქმნიდი სამცვლაც
დავუპოვდი massivs let number of array მე დავაჯამებდი თითოეულ ელემენტს 3 ცვლადში და საბოლოო ჯამში დავაკონსოლებდი 3 ცვლადს. და ესენი ამბობენ რომ აი ყველა ჯერზე როცა massive-ის რიცხვების ჯამი უნდა გავიგო. თუ მეორე massive მაქვს array 1 მომიწევს ახლიდან for let number of array 1 და იგივე სოკეთი აბსოლუტურად. ესენი ამბობენ რომ ეს არ უნდა მომიწიოს და უნდა შემეძლოს ეგეთი რაღაცა array წერტილი 3. ასე უნდა შემეძლოს და ეს მიბრუნებდეს აი ამ massive-ში რიცხვების ჯამს. დავუშვათ რომ ამ massive-ში უკვე მარტო რიცხვებია და string-ები არაა და boolean-ები არაა და რაღაცა ჩვენთვის არასაყრელი ნიშნობები არ ზის. ეგ დავუშვათ. ამას გულისხმობთ. ანუ გამოდის რომ massive-ში რა პროტოტიპებიც არის, კი არა massive-ში პროტოტიპი აქვს და იქ რა მეთოდებიცაა push, poppy, slice, splice, index of და ასე შემდეგ, აი მაგათ რიგებში უნდა ჩავიყვანოთ 3-იც. მაგას როგორ ვიზავ? აი როგორც წინაზე გაჩვენეთ, თუ დავკვირდით, როცა search-ვთ რაიმე მეთოდს, მაგალითად, დავსერჩოთ push მეთოდი. push მეთოდი. ნახეთ? აქ წერია array წერტილი prototype წერტილი push. ანუ თურმე არის რაღაცა massive-ის ტიპი, massive-ის რაღაცა ობიექტი, რომლის პროტოტიპში არის push მეთოდი. ანუ მე თუ მინდა რომ რაიმე რაღაცის პროტოტიპში დავამატო მეთოდი, რას დავწერ? array წერტილი prototype წერტილი რაღაცა ფუნქციის სახელი და მე ფუნქციას მივანიჭებ. ანუ მე თუ მინდა რომ massive-ის პროტოტიპი შევცვალო, დავწერ array წერტილი prototype წერტილი 3, რომელიც არის ჩვეულებრივი ფუნქცია. და აქ მექნება რაღაცა ფუნქციონალი. თუ მინდა რომ ობიექტის, ჩვეულებრივი ობიექტის პროტოტიპი შევცვალო, დავწერ object წერტილი prototype წერტილი რაღაცა, თუ მინდა string-ზე შევცვალო, წერ string წერტილი prototype წერტილი 3, ну ეხლა string-ის ჯამი არ აქვს, მაგრამ მაგალითისთვის. თუ მინდა რიცხვი შევცვალო, წერ number წერტილი prototype წერტილი რაღაცა foo რაღაც random სახელი. ანუ ესე შემიძლია რა. და აქ უკვე შემიძლია ეგეთი რაღაც გავაკეთო. რომ შექმნა აქ იგივე ლოგიკაა, მაგრამ მე უკვე ამ ერთხელ რო გავწერთ, ყველა ჯერზე მოგვიწევს გამოყენება. უბრალოდ მეთოდს დავადებთ და ეგა. 3 არის 0-ის ტოლი, for let number of array დავაჯამოთ რიცხვი 3 ცვლადში და ბოლოს 3 ცვლადი დავაბრუნოთ. აი ეს. ანუ ახლა მე რო დავაკონსოლებ array წერტილი 3, ანუ ახლა აღარ მიწევს რომ 3 გამოვიდე ხო array გადავწე. ესე შემეძლო, მაგრამ ბარემ პროტოტიპში ჩავწერეთ რა. იმიტომ შეიძლება ძალიან ხშირად ვიყენებთ. დავწერ array წერტილი 3 და დააბრუნებს ამ რიცხვების ჯამს. მე რომ მქონდეს სიტყვაზე ახალი massive array 1, სადაც არის რიცხვები 100, 200, 300. და array 1-ზე დავადოთ 3 მეთოდი. errors არ დაარტყავს, იმიტომ რომ ეს massive არის massive-ის პროტოტიპზე დაყრდნობილი. და massive-ის პროტოტიპი შევცვალეთ, ჩვენ რაღაც დავამატეთ. მაგრამ მაინც 15 გამოიტანა. ეს იმიტომ მოხდა, რომ მე აი ამ მეთოდში array-ს მიმართავ და არა იმ massive-ს, რომელზეც მეთოდი დაიდო. ანუ სახელის მიმართავ ისეთიც არ ვიშვერ. და თითი რო გავიშვრო, წერ this. this იქნება ის massive, რომელზეც დაიდება 3 მეთოდი. ეხლა უკვე მეორეზე მეორე შამს დააბრუნებს. პირველზე პირველისას. აი პირველისას გაჩვენებთ console log array წერტილი 3. აი ეს. Okay. ნუ ჩემი შევა იქნება რომ კიდევ ბევრი მეთოდი დავამატოთ რაღაც arrays, objects, strings, numbers and swaps. რაც გაიხარდებათ. ასევე შეიძლება რომ შევცვალოთ ჩვენ მეთოდის მნიშვნელობები. მაგალითად array-ზე ხო არის push-ი. მე შემიძლია გავიღო და შევცვალო. მაგალითად array-ზე array წერტილი prototype წერტილი push გავხავდა სხვა ფუნქცია, ანუ მივაინჭებ სხვა ფუნქციას. რომელიც უბრალოდ აკონსოლებს. Hi.
გამარჯვებას. ანუ ახლა მე array1-ში რომ ჩავფუშავ მაგალითად array1 არა array იყოს მოდი. array-ში რომ ჩავფუშავ 6-იანს ასე. და array-ს დავაკონსოლებ. მაინც 1 2 3 4 5 იქნება. ანუ push მეთოდი ხო უკვე ის push მეთოდი არა რაც წესი არის default-ად რა. push მეთოდი რომ გამოვიძახე, ნახე დააკონსოლა hi. ხვდებით? იმიტომ რომ push მეთოდი შევცვალე, ანუ გადავაწერე პროტოტიპში არსებულ ფუნქციას სხვა მნიშვნელობა ზემოდან. ამას override ეწოდება, override. ამ მეთოდების გადატვირთვასაც უწოდებენ ქართულად რა, მეთოდების გადატვირთვას. ნუ ესეც საინტერესო ფაქტი იყო და მალე მითხარით. და ხო, ჩემი რჩევა იქნება, აი ეს პირველი ამოცანა ჩაწეროთ კლასების მეშვეობით. კლასები ახსენი, ნუ იმდენი ახსენი რომ გეყოთ ექცოდნა ამ ამოცანის ამოსახსნელად. თუ არ გაკეთე არა უშავს, იმიტომ რომ მე 10 ამ 11 კვირას მაინც უნდა ახსნე კლასები, იმიტომ რომ ცალკე თემაა კიდე. ერთი კვირა კარად ვიმუშავებთ რა. რაღაცა მაგისი პარადიგმები უნდა გიხსნათ და კაი ამოცანების მოფიქრება შეიძლება. მაგრამ თქვენ მაინც ცადეთ რა, იმიტომ რომ თუ იწოდებთ უკეთესად გაიაზრებთ. კარგი. გადავიდეთ დღეისთვის მესამე და ყველაზე რთულ ამოცანაზე, ყველაზე რთული იმიტომ რომ რეკურსიას ეხება. Object type comparison. ანუ ობიექტების ღრმა შედარება. Write a function that compares two objects deeply and returns true if they are equal and false otherwise. ანუ დაწერეთ ფუნქცია, რომელიც ადარებს ორ ობიექტს, ანუ სიღრმისეულად და აბრუნებს true-ს თუ ტოლები არიან და false თუ არ არიან ტოლები. The function should handle nested objects and arrays. For example, given the objects A1, B2 და ეს მეორე ობიექტი, the function should return true. ანუ ობიექტები უნდა შევადაროთ ერთმანეთს სიღრმისეულად. ანუ ეს რომ ერთი ობიექტი მაქვს, ქვედა შრეზე კიდევ არის ერთი ობიექტი. ეგ ართულებს საქმეს და რეკურსიულად მოგვიწევს ფუნქციის გამოძახება. მაგრამ აქაც როგორც ყოველთვის, საქმეს არ ვრთულებთ და ჩავთვალოთ რომ ქვედა დონეზე ობიექტი არ გვაქვს. ეგრე გავაკეთოთ, აბა. ანუ გვაქვს პირველი ობიექტი let object 1, რომელიც არის აი ეს ობიექტი. და მეორე object 2, რომელიც არის ეს ობიექტი. ანუ მოდი აქ დავწეროთ b2 b2. მარტივი ხერხი, ყველაზე მარტივი ხერხი ამ ამოცანის ამოხსნის არის ეგეთი რაღაცა. ობიექტებს ერთმანეთთან ვერ შევადარებთ, ეგ ვიცით, იმიტომ რომ ობიექტები ინახება რეფერენსებად და არა value-ებად. ან object 1 რო შევადარო object 2-ს და ავნეს false. მიუხედავად იმისა, რომ ტოლის შიგთავსი აქვთ. ანუ რეფერენსები არაა ტოლი ამათი და მაგიტომ. მაგრამ ყველაზე მარტივი არის, რომ ნუ string-ები ხო value-ბად დარდება და არა რეფერენსებად. მე შემიძლია ეს ობიექტის string-ად გადავახციო, ეს string-ად გადავახციო და შევადარო ერთმანეთს. და ეგ შემიძლია გავაკეთო JSON წერტილი stringify-ის მეშვეობით. JSON ნიშნავს JavaScript syntax object notation. ესე იშიფრება რა, JavaScript syntax object notation. ანუ JSON-ი არის ფორმატი data სტრუქტურების ჩაწერის, რომელიც არის გავრცელებული ინფორმაციის მიმოსაცვლელად. ანუ რაღაც backend-ი რო data-ს მიბრუნებს და მე backend data-ს უგზავნე, JSON-ში უგზავნე. JSON-ი ძალიან გავს ჩვეულებრივ JavaScript-ის ჩაწერს. ერთ იმით განსხვავდება, რომ ყველა property-ს key იწერება ასევე ბრჭყალებში. ანუ მე აქ ხომ იწერია a ჩვეულებრივად. JSON-ში უნდა მეწეროს ესენი ბრჭყალებში, ასე. აი მაგალითად თუ შექმნი რაღაცა ფაილს, დავწერ data.json. data არის სახელი, JSON-ი გაფართოება. და შექმნი ობიექტი, ხო? აქ a2-ს ვერ დავწერ. ნახე, property keys must be double quoted. ეს უნდა იყოს ორ მაგბრჭყალებში. გან ერთ მაგბრჭყალებში. ერთ მაგის ერორია. უნდა იყოს ორ მაგბრჭყალებში. მაგრამ ესეთი რაღაც მეთოდი არის ასევე JSON წერტილი stringify, რომელიც გადააქცევს არგუმენტად გადაწყვეტილ ობიექტ string-ად.
ან მასივსაც რა. ანუ პირველს გადავაქცევთ. გამოიტანს აი ამას JSON ფორმატში, მერე მეორეს გადავაქცევ და გავუტოლებ object JSON stringify object 2. და დავუბრუნოს truth. აი ესე ძალიან მარტივად ამოიხსნება ეს ამოცანა, უმარტივესად. და ეს იმუშავებს nested ანუ ჩაშენებულ და ჩაშლილ ობიექტებს. ანუ აქ რო კიდე ობიექტი იყოს C2 და აქაც C2. ამაზეც გამოიტანდა truth. იმიტომ რომ ყველაფერს ყველა შრეზე თუ მინდა რაღაცა ამაში კიდე ობიექტი იყოს, კიდე ობიექტი და 1000 შრეზე ობიექტი, ყველაფერს string-ში აქცევს და მერე ადარებს. თუმცა, ეს ძალიან მარტივი ამონახსნია რა, ჯობია რომ დავწეროთ ჩვენით ფუნქციის სახით. მოდი ჯერ მარტივად დავიწყოთ. და ხო, ამის შეტრილებული არის JSON parse. რომ JSON-ი გადავიყვანოთ ჩვეულებრივ ობიექტში. მაგალითად, მე თუ მაქვს სიტყვაზე კომენტარებ. JSON object 1 არის შევინახავთ სვლაჩი, მოდი. JSON წერტილი stringify object 1. ეს ხო გასტრინგებული ვერსია, მაგრამ მე შემიძლია შევქმნა parsed JSON-ი, parsed object 1, რომელიც იქნება აი ამ string-ის ვერსიის ამ string-ის ვერსიის გადაყვანილი ობიექტში. JSON წერტილი parse. ანუ პირიქით აკეთებს, stringify ასტრინგებს, parse უკან გამოყავს. JSON წერტილი parse. და საბოლოო ჯამში იგივე მდგომარეობას დაუბრუნდება მაინც. JSON object 1. აი. მოიცა object 1 კი არა, parse მინდა. ეს ჩვეულებრივი ობიექტია. მისი ტიპიც რო გავიგოთ, არის type of უნდა ვწერო უბრალოდ. აი ობიექტი არის. ეს string-ია ამის ტიპი. type of JSON object 1. ეს string-ი იყო. მაინც რო ვიცოდეთ. მაგრამ მოდი ამისთვის ფუნქცია ჩავწეროთ. const deep equal ფუნქცია გვაქვს, რომელიც პარამეტრად მიიღებს object 1-ს და object 2-ს და დააბრუნებს false თუ ესენი ტოლი არაა და true თუ ტოლია. ასე ჩავწეროთ error ფუნქცია. ანუ მე რო გამოვიძახებ deep equal ფუნქციას, გადავაზრდი object 1 და object 2-ს არგუმენტებად. აი ამ ობიექტებს. კარგი. ახლა რა შევით? იდეაში რომ გავიგოთ ორი მასივი არის თუ არა ტოლი, მარტივია. ავიღებთ და ერთ მასივს დავუპოვთ და შევადარებთ მეორე მასივის ელემენტებთან. აქ მარტო value-ები არ გვაქვს, გვაქვს key-ებიც. ანუ გვიწევს რომ ჯერ პირველი ობიექტის პირველი key შევადაროთ მეორე ობიექტის 100-თან, მერე ერთიანი ერთიანთან, b-თან, 2-2-თან რა. ამიტომ მოგვიწევს ჯერ აი ამ ობიექტებიდან value-ების ამოღება. ანუ 1-ის, 2-ის, 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 მერე შევადაროთ. კი არა და key-ების ბოდიში a და b. თუ key-ები გვაქვს, value-ებიც გვექნება. key-ი ამოვიღებთ value-ს. და ეგ შეგვიძლია გავაკეთოთ object წერტილი keys მეთოდით. let object keys 1 იქნება object წერტილი keys გადავაცეთ არგუმენტად object 1-ს. მერე let object keys 2 შევქმნათ. იქნება object წერტილი create კი არა და keys და მეორე ობიექტს გადავაძვევთ. და ეხლა ნახეთ ამათ მნიშვნელობას დავაკონსოლებ ხო? console log object keys 1 და მეორეზე მქონდეს console log object keys 2. ნახეთ, პირველი არის a და b, მეორე a და b. მეორე შემქონდეს კიდევ c3, გამოვიტანა c3-საც. c3-ს პროსრად. თუ მინდა მე value-ები ვიყენებ object წერტილი values მეთოდს და value-ებს ამოიტანს მასივში ჩამისვავს. აი ასე, 1 2 და 1 2 3 value-ები. თუ მინდა მე მთლიანი property ვიყენებ object წერტილი entries მეთოდს. entries გვიბრუნებს მასივს, სადაც არის როგორც key, ასევე value, ანუ a1, b2. დიდ მასივში პატარ-პატარ მასივები, მე a1, b2, c3.
მაგრამ key-ები გვეყოფა. იმიტომ რომ key თუ გვაქვს values-ს ამოვიღებთ და ეს სტრუქტურა აღარ გვექნება რა, ორმაგი მასივი არ გვჭირდება. სამ დავიწყებთ ჩვენ შედარებას. keys-ში ხო ინახება ჯერ AB, მეორეში ინახება ABC. აი ჩამოვწერ. A B და აქ ინახება A B და C. ანუ მე უნდა შევდივარ ჯერ A მეორე A-ს, B მეორე B-ს და ასე შემდეგ. ანუ მაინც საბოლოო ჯამში მასივებამდე დავედით, ხო? თუმცა ამ ორი მასივის შედარებას რა აზრი აქვს? მათი სიგრძეები ხო ტოლი არა? ეს მასივები თუ ტოლი არა, შესაბამისად ობიექტების ტოლი არა, იმიტომ რომ დამატებითი პროპერტი აქვს ამას. გინდაც 1000 პროპერტი იყოს ტოლი და 1001 ზედმეტი იყოს მეორე ობიექტში, ესე იგი ტოლი აღარაა. ამიტომ ჯერ შევადარებთ აი ორი მასივის lengths. რომ თუ object keys ერთის სიგრძე, ანუ ელემენტების რაოდენობა არ უდრის object keys ორის lengths, მაშინ დავარექნებთ false. რო ვიტყვი რომ ტოლი არაა თქო. ანუ ამ ამოცანაში ყველა პირობა იქნება იმისთვის განკუთვნილი, რომ დავადგინოთ, როდის არ არის ტოლი ორი ობიექტი. და თუ ყველა ჩეკი გაიარე, ყველა ტესტი გაიარე, ბოლოს უბრალოდ return true დახვდება რა. და ეგ იქნება. Okay. და ეხლა ამას თუ გაივლის და არაფერს დააბრუნებს, აქ ფიგურული ჭრები იმიტომ არ მიწერია, რომ ერთხაზიანი არის რა. ეს execution-ის ნაწილი, ამიტომ მანდ ჩავწერე. მოკლედ რო ყოფილიყო. და მე უკვე დავიწყებ შედარებას. ანუ დავლუპავ ჯერ პირველ მასივს object keys ერთს for let key of object keys. ანუ key-ში შეინახება ჯერ A, მერე B. მოდი ამას C მოვაშოროთ, იმიტომ რომ იდა ტოლები იყოს. ანდა გავტესტოთ, მოდი ნახეთ. ეხა false დააბრუნებს. დააბრუნა false, იმიტომ რომ ტოლი არ იყო. მაგრამ ეხა რომ მოვუშალო false არ დააბრუნებს, აქ არ შევა და გადავა მეორე checks, რომელიც არ დაგვიწყე ჯერ. კარგით. ამ key-ში შეინახება ჯერ A და მერე B, მოდი დაგიკონსოლებთ. console log key. აი A და B. ამ key-ის მეშვეობით უნდა მოვიღოთ ჯერ პირველი ობიექტიდან მისი მნიშვნელობა, მერე მეორე ობიექტიდან მისი მნიშვნელობა. const value 1 იქნება object keys 1 key. ბრეკეტები, იმიტომ რომ key არის გამოსახულება და არა პირდაპირ key. და const value 2 უდრის object keys 2 მეორე ობიექტიდან ვიღებ ახლა keys. და ნახეთ რა გამოვა. პროდო დავაკონსოლო. value 1 და value 2. object keys რაღაცა და ობიექტიდან უნდა მოვიღო არა მასივიდან. აი ეს პირველი ობიექტიდან მერე მეორე ობიექტიდან. ნახეთ, თავიდან key ხო იყო A, იმიტომ რომ პირველ ობიექტს ვუყავთ. პირველ ობიექტიდან A-ის მნიშვნელობა რომ მოვიღეთ არის 1 და მეორე ობიექტიდან A-ის მნიშვნელობა იყო 1. 1. მერე key გახდა B, პირველი ობიექტიდან B-ის მნიშვნელობა არის 2, მეორედან არის 2. აქ რო სამი მქონდეს, მესამესაც ამოიღებდა. ანუ value-ებს ტესტავთ რა. და თუ რომელიმე value ერთმანეთს არ დაემთხვა, მაშინ false დავარექნოთ. თუ value 1 არ უდრის value 2-ს, მაშინ დავარექნოთ false. ანუ თუ აქ მაქვს 2-იანი და მე მაქვს 3-იანი, მოდი false დავბრუნდეს ეგრევე. ესე იგი არ უდრის. დავად გაგიჩნევთ კითხვა. რატო ვამოწმეთ მარტო value-ებს და არა key-ებს? ანუ პირველი ობიექტის keys და მეორე ობიექტის keys. და გეტყვით რატო? ანუ ხო შეიძლება რომ აქ იყოს A და აქ იყოს C. ანუ მნიშვნელობები ტოლია. ანუ ამას გაივლის უპრობლემოდ, გადაახტება, მაგრამ ესენი არ არის ტოლი რა. აქ რა ხდება ნახეთ. პირველ იტერაციაზე key ხო არის A. პირველი ობიექტიდან A რო ამოვიღეთ, იყო ერთიანი. და მე მეორე ობიექტიდან რო A ამოვიღეთ, მეორე ობიექტში A არა, ესე იგი არის undefined. შესაბამისად, ერთიანი და undefined ერთმანეთს არ უდრის და მაინც დარეთანდება false. ანუ keys გადასვლა არ გვიწევს, იმიტომ რომ თუ ისეთი key მოქვს აქ, რომელიც მეორეში არაა,
მეორე დააბრუნებს undefined values მნიშვნელობად. და undefined არ უდრის მაგას რა, ამიტომ ეგ არ გჭირდება. და თუ ეს ორივე ჩეკი გაიარა, ის რომ false არ დაურეთარნებია. მაშინ true დავარეთარნოთ, return true. ანუ ახლა ეს ორი ობიექტი მართლაც ტოლი, ამიტომ დაარეთარნებს true-ს. აი ეს. მაგრამ ეს არის მარტივი ჩანაწერი. ერთი ნაწილი ამოხსენით. მეორე არის ის, რომ რა მოხდება და რა უნდა დავამოწმოთ, როდესაც კიდევ გვაქვს მეორე შრე. ანუ აქ ჩვეულებრივი პრიმიტიული ტიპის მნიშვნელობის მაგრად რო იყოს რთული ტიპის მნიშვნელობა, მაგალითად ობიექტი. იყოს C2. დაკაც C2. ასე რო იყოს. აი ამ დროს რა მოხდება, ხო? ასეთ შემთხვევაში დააბრუნეს false, იმიტომ რომ value 1 რაღაც მომენტში იქნება ეს ობიექტი და value იქნება ეს ობიექტი. და ობიექტები ერთმანეთს არასდროს არ უდრის. ანუ ეს იქნება ჭეშმარიტება და დაბრუნდება false ეგრევე. როცა არ და ტოლი ობიექტები რა შეგთავსით. ანუ ჯერ ჩვენ უნდა შევამოწმოთ შემთხვევით value 1 და value 2 ობიექტები ხომ არ არიან. თუ ორივე ობიექტია, მაშინ რეკურსიულად უნდა გამოვიძახოთ იგივე ფუნქცია და შევადაროთ ეს ობიექტები მარტო. ანუ dp-equal ხვადარებს ორ ობიექტს ერთმანეთს. და თუ ობიექტებამდე მივვალთ კიდევ ადგებით და ამას გამოვიძახებ და არგუმენტება გადავცემ C2-ს და C2-ს და მე მაგას შემიდარებს რა. მაგრამ ჯერ უნდა გავარკვიოთ value 1 და value 2 ორივე არის თუ არა ობიექტი. თუ პირველი ობიექტი და მეორე string-ი მაგალითად ну იყოს რა, იმიტომ რომ ობიექტის string-ი არ უდრის და არც უნდა უდრიდეს. და არითმეტს false. თუ ორივე ობიექტია, მაშინ გვიწევს მარტო რეკურსიულად გამოძახება ფუნქციის. მაგისთვის მოდი ახალი ის მქონდეს ფუნქცია is object რომელიც მიიღებს პარამეტრად ობიექტს და ისევ ეგეთ რაღაცას დაარეთარნებს true-ს ან false. თუ ობიექტია true-ს თუ არა და false. თუ ობიექტის ტიპი არის ობიექტი, მაშინ დააბრუნოს ობიექტი. დააბრუნოს true. და მოდი დავწეროთ ბარემ რომ თუ ობიექტი არ უდრის null-ს. და ამავდროულად, ანუ თუ ცარიელი არა, null-ი არ არის და თან ობიექტი რო არა. იმიტომ რომ მგონი type of null ეგ არ მახსოვს. ნახეთ, ცოტა უცნაური რაღაცა, მაგრამ null-ის ტიპი არის ობიექტი. ხვდებით? ანუ მე რო აქ მქონდეს null-ი წეღან აი ეს ეს ფუნქცია დაემბრუნებდა true-ს, იმიტომ რომ აი ამ null-ის ტიპი არის ობიექტი. ცოტა უცნაურია, მაგრამ არის. ამიტომ აქ სასახად უთითებთ რომ თუ null-ი არ არის და ობიექტია, ნამდვილი ობიექტია. მაგას უთითებ. და აქ გამოვიძახებ მაგას, რომ თუ პირველი და მეორე ობიექტის, პირველი და მეორე value ობიექტებია, თუ value 1 ობიექტია და ამავდროულად value 2-იც ობიექტია, მაშინ მქონდეს რეკურსია, recursion, თუ არა და, ან თუ კი, else if, მაშინ შევადარავთ უბრალოდ ერთმანეთს რა. ანუ თუ ობიექტებია რეკურსიულად გამოვიძახებთ და თუ არა და შევადარებთ ჯერ და თუ არ უდრის ერთმანეთს, მაშინ დავარეთანებთ false. და აქ რეკურსიით რა ხდება? ნუ აქაც if უნდა მქონდეს. და რატომ? მე უნდა გამოვიძახო რეკურსიულად dp-equal. dp-equal აბრუნებს true-ს თუ ობიექტები ტოლია და false თუ ობიექტები ტოლი არაა. ანუ მე როდესაც value 1 იქნება C2 და value იქნება C2 უნდა გამოვიძახო ისევ dp-equal ფუნქცია და გადავაწოდო ესენი, იმიტომ რომ ახალი ფუნქცია სხვა შექმნი მაგისთვის. თავის თავს გამოვიძახოს, იმიტომ რომ მაგას აკეთებს. ადგეს ტოლია თუ არა ობიექტები. dp-equal არგუმენტებად იქნება object 1 და object 2. და თუ ეს დააბრუნებს false, ანუ თუ C2, თუ ეს value 1 და value 2 ერთმანეთის ტოლი არაა, გამოდის რომ მთლიანი ობიექტის ერთმანეთის ტოლი არაა და ბრუნდება
false-ი აქვს. უნდა დავუწეროთ სახლის ნიშანი. If ეს ნიშნავს, რომ თუ true ბრუნდება და შემოტრელებით არის სახლის ნიშანი. თუ ეს დააბრუნებს false, ანუ ეს იგივე არის, რომ დავუწეროთ თუ უდრის დაბრუნებული ნიშნობა false, მაგრამ მოკლედ არის ეს. ანუ თუ object 1 და object 2, კი არა და value 1 და value 2, value 1 და value არის პატარა ობიექტები, შიდა ობიექტები. თუ ესენი ერთმანეთს არ უდრის, ანუ C2 და C3 იყო. მაშინ გამოდის, რომ თლიანი ობიექტის არ უდრის ერთმანეთს და ამან თუ true დააბრუნა პატარა ობიექტებზე, თლიანზე ვაბრუნებთ, კი არა, თუ false დააბრუნა, ვაბრუნებთ false აქაც. ანუ ეხლა ეს დააბრუნებს false. False დააბრუნა. აქაც რო იყოს 2, დააბრუნებდა true-ს. და მოდი ვნახოთ ეს ყველაფერი დებაგერით ჯობია. დებაგერი გავხსნათ. Run debug node.js და ნახოთ რა ხდება. შევიდეთ აი ფუნქციაში. Object keys 1 არის a და b, object keys 2 არის a და b. ნუ აქ არ შევა, იმიტომ რომ ორი ელემენტი აქვს. მე ლუპავს პირველ მასივს, სადაც ახლა key არის ჯერ a-ის ტოლი. აქ ბლოკში key არის a-ის ტოლი და მე პირველი ობიექტი ამოიღებს a-ის მნიშვნელობას, ანუ ერთიანს, ანუ value 1 არის 1 და value 2 არის 2. ნუ ობიექტები არც ერთი არა, ხო მართალი ვარ. ნუ აქ შემიძლია კიდე ფუნქცია შევიდე is object-ში, მაგრამ ნუ ეგ არ გვინდა ეს მარტივი არის. თუ ორივე ობიექტიაო რა, value 1 და value 2, მაგრამ არ არის. ამიტომ მეორეს გადავალ და მეორეს პირველს შევამოწმებ. value 1 თუ არ უდრის value 2-ს, მაშინ false დავაბრუნოთ, მაგრამ ეს ორივე უდრის, ამიტომ აქ არ შევა. გადავალ მეორეზე. ეხლა key იქნება b-ის ტოლი. პირველი ობიექტიდან b არის, b-ის მნიშვნელობა არის c2 ობიექტი და მეორე value 2-იც არის C2. აი ეს value 1 და value 2. მერე მიდის პირობა, თუ value 1 და value 2 ორი ობიექტია და არის კიდევაც, მას შევდივარ ჩიგნით და აქ ხდება იგივე ფუნქციის გამოძახება. ოღონდ ნახეთ. მე რო გამოვიძახე წეღან diff equal ფუნქცია. არგუმენტები იყო object 1, object 2, ანუ a1 bc2, a1 bc2 არგუმენტები ეგენი იყო. მაგრამ ეხა მე კიდევ ახლა ვიძახე ფუნქციას სხვა არგუმენტებით, value 1 და value 2-ით. value 1 არის c2, value არის c2. ანუ ეხლა მაგეების შედარებაზე გადავალ. ჯერ ეს ფუნქცია დაპაუზდება, ეს diff equal-ი, შევიდეთ ამ ფუნქციაში და გაჩნდა ახალი პარამეტრები. მეორე ფუნქცია diff equal-ი დაედო ზემოდან call stack-ში. და აქაც იგივე ხდება. ამოვიღებთ აი ამ ობიექტებიდან key-ებს, ანუ ჯერ ამოვა პირველი მასი იქნება c, მეორეც c. აი ესენი. ერთმანეთის length-ს უდრის? კი, ამიტომ false არ ეთანდება, მე ლუპავს პირველ მასივს, სადაც key არის c. პირველი ობიექტიდან value 1 არის 2-იანი, ანუ c-ს მნიშვნელობა არის 2 და მეორეც არის 2. ეს 2 და 2 ობიექტებია? თუ ობიექტებია, კიდე შეგინ შევალ. კიდე ახლა გამოვიძახე, მაგრამ არ არის. თუ არ არის, შედარდება. იქნება არ უდრის ერთმანეთს და false ერთმანეთთან, მაგრამ უდრის. ამიტომ ამასაც გადაახტება და დააბრუნებს true-ს. ნუ ჯერ ციკლი დამთავრდეს და დააბრუნებს true-ს. ანუ გამოდის, რომ მე წინაზე რომ აი ეს ფუნქცია გამოვიძახე, ანუ ამით ვიგულისხმევ, რომ აი ახალი ობიექტი მაქვს და მოდი ჯერ ეს ობიექტები შევამოწმოთ და მე გადავწყვიტოთ საბოლოო პასუხი. ანუ პატარა ობიექტების შედარებისთვის რომ გამოვიძახეთ diff equal ფუნქცია რეკურსიულად c2 და c2-ზე, მაგან დამიბრუნა true. აი true დააბრუნა. return value არის true. ანუ ამოვარდა ეხლა უკვე call stack-იდან და დაპაუზებულ ფუნქციაზე გადავედით ისევ. სადაც object 1 არის a1 bc2, object 2 არის a1 bc2. და აქ რო ამარო true დააბრუნა, not true არის false, ამიტომ აქ არ შევა. ტოლი იყო რა ის მასივები და აქაც false არ დავაბრუნეთ. ამიტომ აქედანაც დაბრუნება true საბოლოო ჯამში და დაკონსოლდება ტერმინალში. მაგრამ აქ რომ მქონდეს მე 3-იანი, მოდი გადავახტები რეკურსიაზე გადავალ ეგრევე. შევიდეთ ფუნქციაში. ნახეთ, რო შევედი c2 და c3 მოქვს. ამ შემთხვევაში value 1 და value 2 ერთმანეთს არ უდრის. ანუ ეს ფუნქცია ზემოდან როზის call stack-ში დააბრუნებს false. ანუ ნიშნავს, რას ნიშნავს ეგ, რომ
შიდა ობიექტები C2 და C3 ერთმანეთის ტოლი არ იყო, მაშინ გამოდის რომ მთლიანი მასივიც არა ტოლი. ხო? და აქ იგი მიწერია რომ თუ შიდა ობიექტები ტოლი არა ერთმანეთის, მაშინ false დავარეთანოთ მთავარ ფუნქციაში, რომელიც პირველად გამოვიძახეთ. თუ დაბრუნდება false. აი false. აქ რომ კიდე მქონდეს ობიექტები, აქაც რომ კიდე მქონდეს რა, მაგალითად D5. უბრალოდ აქ მქონდეს D5. key მჭირდება და ეს არის value, ეს არის key. ახაც D5. ან აქ 6 იყოს მოდი. ეს აი ტოლი იყოს და მიხვდება რომ ერთმანეთის ტოლი არ არის. ნახეთ false დაარეთანებს. აქ უკვე სამჯერადად დაედო ერთმანეთს close block-ში. ჯერ გამოვიძახეთ აი მთლიანი ობიექტისთვის, აი ამათვის და გვინდა გავიგოთ ტოლი არის თუ არა. მერე მივედით აი ამ ობიექტამდე და ამ ობიექტებს გამოვიძახეთ ეგ მეთოდი ისევ და ვთქვით რომ თუ ეს ობიექტები ტოლი არა, ესე იგი მთლიანიც არაა ტოლი. მაგრამ მერე კიდე ახალი ობიექტი შეხვდა. მერე ესენი შევადარეთ. და ვთქვით რომ თუ ეს ობიექტები, აი ეს პატარა ობიექტები ტოლი არაა, მაშინ არც მათი მშობელია ტოლი ერთმანეთის და ეს false დააბრუნებდა. და თუ ეს ტოლი არა ერთმანეთის, მაშინ გამოდის რომ ეს ტოლი არაა და მთლიანი ბოლო ფუნქციას დააბრუნება false. ბოლო ამარა პირველი გამოვიძახეთ. ეგ არის აქ ლოგიკა. ოკეი. დღეისთვის ეს იყო მართალია სამი მოცანა იყო, მაგრამ კიდევ მაინც ბევრი ვისაუბრეთ. იმიტომ რომ რთული ამოცანები იყო რა, მესამე თვეთეს. ეხლა გადავიდეთ კითხვის რეჟიმზე. ობიექტში კიდე ობიექტს რატო ვწერთ? იმიტომ რომ პირობამ გითხრა რომ nested ობიექტები უნდა იყოს. ანუ რო იყოს უბრალოდ აი ასე B2 და B2 მარტივი იქნებოდა, იმიტომ რომ აი ამის დაწერა აღარ მოგვიწევდა. რეკურსის გააზრება აღარ მოგვიწევდა. ცოტა კოდია, მაგრამ რეკურსი რო გავაზრდოთ რთულია რა. თვითონ პირობაში იყო რომ აი nested უნდა იყოს. ანუ კიდე ობიექტში ობიექტზე შეიძლება კიდე ასი ლეიერი იყოს რა, ასი შრე. და მაინც უნდა უნკლავდებოდა შენი ფუნქცია მაგას. is object-ი ჩვენს მიერ შექმნილი ფუნქცია, რომელიც ადგენს მნიშვნელობა ობიექტი არის თუ არა. იმიტომ რომ მე იგივე ფუნქცია უნდა გამოვიძახო რეკურსიულად, თუ კიდე ობიექტები მხვდება. ანუ 1-ზე და 1-ზე ხო არ უნდა გამოვიძახო. იმიტომ 1-1 დარდება მარტივად რა, მაგრამ აი ეს ობიექტი და ეს ობიექტი მარტივად არ დარდება, შიგნით უნდა შევიდე კიდევ რეკურსიულად. ამიტომ ამოწერო თუ პირველის და მეორე ველიუებიც არის ობიექტები, მაშინ გამოვიძახოთ რეკურსიულად typical ფუნქცია. იმიტომ რომ თუ ორივე არის ობიექტი, ნახე, ეს ფუნქცია რას აკეთებს? ადარებს ობიექტებს, ან ობიექტების მნიშვნელობებს ადარებს ტოლი თუ არა. მაგრამ შენ თუ კიდევ ახალი ობიექტი შეხვდა მნიშვნელობად, ამებს ვერ შეადარებ, ამას ვერ შეადარებ. აი ამას და ამას ვერ შეადარებ, იმიტომ რომ false დაგემნოს უეჭველი, რეფერენსებად რა ხომ ინახება. ამიტომ იგივე ლოგიკა უნდა გააკეთო, რომ ამის ველიუები შეადარო ერთმანეთს. და ველიუებს რა ადარებს ობიექტების? typical ფუნქცია. ამიტომ კიდევ ვიძახებ შეგინთ. მერე აქაც შეგინთ ობიექტი დახვდა. ეს ობიექტები უნდა შეადარო მისი ველიუები. ამიტომ ისევ typical-ს გამოვიძახებ და close block-ში დაემატება ზემოდან რა. რის მოდიში გასულ თუ ვერ გაიგე უნდა მკითხო. და მაგიტო იძახებს თავის თავში. ანუ იგივეს აკეთებ უბრალოდ შედარებით პატარ-პატარა ობიექტებზე. ჯერ typical-ი ადარებდა ამ ობიექტებს, მერე დაპაუზდა და გადავიდა ამ ობიექტების შედარებაზე, მერე ესე დაპაუზდა და გადავიდა ამ ობიექტების შედარებაზე რა. ასე. typical შედარება, typical ნიშნავს სიღრმისეულად შედარებას. უბრალოდ
ეს უბრალოდ სახელია რა, ფუნქციის სახელი. თუ მინდა თემას დავარქმევ, ან ალბომის დავარქმევ. მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ სახელი, რომელიც მე მოვიფიქრე. ინტუიტიური ყოფილიყო და მარტივი გასაგები. და მაგას რომელი ფუნქცია აკეთებს? ობიექტების შედარებას? ასე ობიექტებს, nested ობიექტებს არც ერთი ფუნქცია და მაგას რომელი ფუნქცია აკეთებს? აი ხო რო აპაუზებს. ფუნქცია არ აკეთებს. call-stack-ი მუშაობს ეგრე. ნახე როგორ ანუ შენ რო გამოიძახე თავიდან აი ეს ფუნქცია, მოდი განახებ. დებაგერი გავუშვათ. ნახე ჩვენ რო გამოვიძახეთ სულ თავიდან. მივა მაგამდე. პირველი ფუნქცია გამოვიძახე და call-stack-ში შევავარდა აი difficult. მაგრამ მე მეორე გამოვიძახე, მეორეჯერ. ანუ ის პირველი დაპაუზდა და ზევიდან რაც დაიდო ეს გრძელდება. ანუ ეხლა პარამეტრები გვაქვს C2 D E5. ანუ ეს ობიექტი აღარ გვაქვს, რომელიც წეღან იყო. ეგ დაპაუზდა. მე თუ კიდე გამოვიძახებთ იგივე ფუნქციას რეკურსიულად. ნახე? ეგ დაპაუზდება და ახლიდან დაიდო, სადაც ობიექტ 1 არის I5 და ობიექტ 2 არის I6. ანუ სამ ეს ბოლო ფუნქცია, ანუ call-stack-ში ასე ყველაზე ზევით არ შესრულდება. მამდე არ გაგრძელდება ფუნქციის მნიშვნელობა. ანუ ყველა ზევით რაც არის, ეგ სრულდება რა. ოკეი, დაჩი. ანუ ფუნქცია რო არის if-ში კიდე შედის nest-ში? ხო. ანუ თუ ობიექტი მოქვს ორივე, ამ difficult-ით შევდივართ ჩათვალე უფრო პატარა ობიექტში და ვიგებთ ეგ პატარა ობიექტები არის თუ არა ტოლი. თუ ეგ პატარა ობიექტები ტოლი არა, ესე იგი მისი მშობელიც ამ დიდი ობიექტის ტოლი არა და false არ ეთანებთ ეგრევე რა. ანუ თუ ეს ორი ობიექტი ერთმანეთის ტოლი არა, ესე იგი მისი მშობელის ტოლი არა. თუნდაც აქ ყველაფერი ტოლი იყოს, ამიტომ false დაბრუნდება. აქაც იგივე, თუ ეს პატარა ობიექტები ტოლი არა ერთმანეთის, მაშინ ეს დიდი ობიექტების ტოლი არა. და თავისთავად თუ ეს დიდი ობიექტები ტოლი არა, მათი ყველაზე დიდი მშობელი ობიექტების ტოლი არა. ანუ ეგრე არის ნენელა რა. ანუ ესე იგი ცალსი გავადარებთ ყველაფერს. კი, ზუსტად. რამდენჯერაც ახალი ობიექტი შეხვდება, ორი ობიექტი, ახლიდან შევდივართ და ახლიდან ვიწყებთ შედარებას ახალ ობიექტზე. სადაც ობიექტ 1 და ობიექტ 2 ახლდება რა, ანუ ახალი ფუნქციისთვისაა. ობიექტ 1 და ობიექტ 2 უკვე სხვა ტიპები არიან, სხვა ობიექტები. და მე I5 და I6 შევადარებთ. მე გავიგებთ აი ამას პასუხს. აი ეს ორი ობიექტი არის თუ არა ტოლი. მე ამის პასუხს გავიგებთ. და ასე შემდეგ. რეთან შევა თუ ყველაზე დიდები არ არის ტოლი? ანუ ხო საბოლოო და არ ეთანებს. ზუსტად. ანუ თუ ყველაზე პატარა არ არის ტოლი, ეს ხო false და არ ეთანებს. ეს თუ false არ ეთანებს, მე მიწერე რომ ის მშობელ გამოძახებულში false არ ეთანებს. ანუ ამაზეც false და არ ეთანდება და თუ ამაზე false და არ ეთანდება, საბოლოოზეც false და არ ეთანდება. ანუ difficult-ს რო იზახებ, ჩათვალე აი ეს ახლიდან სრულდება რა ყველაფერი. და ეს რო ახლიდან სრულდება, ნიშნავს რომ შეიძლება კიდე გამოიძახო შენი თავი. ანუ იგივე რეკურსიული ფუნქცია. არაფერს ცოტა დამაბნეველია, მაგრამ აი რო ჩაუждდებით, უფრო მიხვდებით რა და ცოტა დრო ჭირდება. თავიდან შეიძლება ვერ გაიაზროთ კარგად. მაგრამ ბიურჯი რო ჩაუждდებით, მიხვდებით. ეხლა შეიძლება გაიგეთ რაღაცები და რო გახვალთ და გავიწყეთ, მაგრამ აი მე ხვალზე ეგ და კიდევ თუ 1-2 თუ არ ჩაგიგდეთ გონებაში კარგად არა უშავს, ეს და მსგავსი ამოცანები აკეთეთ ხოლმე. შეგიძლიათ ფურცლზე ჩამოწეროთ რა დროს რა გამოიძახეთ და რა დროს რა ობიექტი იყო. ეს ამოცანა ახსნილი? საიტი დამატებითი რეკურსიული ამოცანების ასახსნელად რავი, ესე არ ვიცი. მაგრამ უბრალოდ რო დასერჩი მაგალითად recursion in JS examples and examples იქ ახსნები კონდეს.
აი რავი, დასერჩი და ეს პირველი შეხვდა, რაღაც JavaScript წერტილი info არის. შეიძლება ეს მოგეწონოს, ამას გადაიკითხავ და უფრო გაიაზრებ. სხვებსაც გირჩევთ, რომ დამატებითი მასალა წაიკითხოთ, იმიტომ რომ ეხლა სულ 1 თუ 2 თუ 3 რეკურსიული ამოცანა მოხსენე, ეგ საკმარისი არა რომ გაიაზროთ კარგად რა. შეიძლება ხვდებოდეთ, მაგრამ კარგად ვერ იაზრებდეთ. ამიტომ მაინც გადახედით რა, დამატებით რესურსებს. მუღამი იგა რომ თქვენით დააფინიშოთ ბჭყალებში. ჩათვალეთ მე მარტო უბრალოდ გასახანს გაძლევთ რა. დანარჩენი თქვენით უნდა ქნათ მაინც, იმიტომ რომ აი მაგით ისწავლეთ ყველაზე კარგად. ხო, უბრალოდ დასაჩი recursion examples in JavaScript. აი recursion guide-ია მივიდო კიდე gigs for gigs site-ზე. და გადაიკითხე რა, ბევრნაირი ახსნები იქნება, ბევრნაირი მაგალითები და რო ჩაუждები მე უფრო კარგად გაერკვევი. თორე მე რო დავჯდე ახლა ეგეც შემიძლია რო რამე რა, არ მეზარება. რო ყველა ლექსიის ბოლოს ერთი რეკურსიული ამოცანა ამოხსნათ. და შეიძლება ზოგმან უმეტესობამ რეკურსი აი ძალიან კარგად გაიაზროთ 2 ან 3 თვის მერე. ყველასთვის ინდივიდუალურია რა, მე მარტივად ვერ გავიაზრე. თვეზე მეტი დამჭირდა მგონი, ხა ერთი მთლიანი არ ვეჯექი სულ გადამბულად, მაგრამ რაღაც მომენტებში უჯდებოდი და ერთი თვის მერე დამიჯდა სულ გონებაში რა. ეგეც შემიძლია რომ გავაკეთო, მაგრამ მაგას არ ვიზავ, იმიტომ რომ მინდა რომ დამატებითი რესურსები თქვენით მოიძიოთ და თქვენით ჩაუждეთ. ან მე გაიდი მოგეცით. როგორ უნდა გაიკვალოთ გზა, როგორ უნდა იფიქროთ დაახლოებით და დამატებითიც თქვენ მოიძიეთ მე. არ გიგონოთ რომ რაღაცას გააკეთეთ პირიქით დამიჯერეთ, ამით გეხმარებით რა. რო გაწვალეთ მაგით გეხმარებით დამიჯერეთ. როიგებ რა როდის ჩაგიძდება, ეგ დავამოღავ მე, რაზეც მეგონა რომ დიდი ხანი დამჭირდებოდა, ეგენი გავიგე, რაზეც არა ვიგით. ხო, ეგრეა რა. თავიდან რო უყურებ ვერ ანალიზებ რამდენი მარტივად რთულია და არასხოთ აფასებ ყოველთვის. კარგით, კიდევ არის კითხვები რაიმე? არ მოგეიდოთ. ოკეი, თუ მეტი კითხვა აღარაა. დღეისთვის დაგემშვიდობებით და შევხვდებით შემდეგ სამშაბათს.